1 და 2 წლიან ვაზებთან განსხვავებით დასრულ ვაზს სხვანაირი მიდგომა სჭირდება, შესაბამისად გასხვრა სხვანაირი ჭირდება, ფოთოლი გასვივდება თუ არა, ვაზის გასხლის დრო არის და სადამ გაიღვიძებს იქამდე უნდა გაისხლას. აი ეს არის გაუსხლელი ვაზი. უკეთესია რომ დაახლოებით 80 სანტიმეტრის სიმაღლეზე გაჩერდეს, თუ იქნება ძალიან დაბლა მოვლა გაჭირდება, იმიტომ რომ მოთოხნის შემთხვევაში ვაზს მოხვდება თოხი და გაფუჭდება. ძალიან მაღლა თუ გაუშვებთ, გაუჭირდება ვაზს იქამდე ატომბოს წვენი და ყურძენიც იყოს ნორმალური. ეს მოდის შტამბი, ეს დანარჩენი არის ზედმეტი. ტოვებთ სამამულეზე რაც რქები არის. მოდი ახლა ეს მოვაჭრათ. აი ესე გავანთავისუფლოთ. უნდა ნაყოფი მოგცეს რქამ. სამამული არის გათვალისწინებული მომავალ წლისთვის, რომ მომავალ წელს ისევ იგივე პროცედურა გავიმეოროთ, რაც აქ არის. ანუ უკეთესია რომ ეს სამამულე ყოველთვის ამ ტერიტორიაზე იყოს, ძალიან არც მაღლა, არც ძალიან დაბლა. რაც უფრო გრძელია რქა, შესაბამისად ბოლოში იზრდება, ძირში რჩება მხოლოდ პატარები. ასე რომ უკეთესია იყოს მოკლე, რომ ყველა რქა თანაბარი გაიზარდოს და მომავალ წლისთვის გამოსული რქები კიდევ გამოვიყენოთ მოსავლისთვის. ეს იმიტომ მოვჭერი ასე პატარად და არ დაუტოვე რქა, რომ მას აქვს ძალიან წვრილი ძირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ შეძლებს რქაზე ნაყოფის გამოღებას, ამიტომ რომ გაძლიერდეს საჭიროა მისი დანეკვა. ეხლა ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან კარგი მდგომარეობაში, სქელი აქვს მას ძირი, ასე ვთქვათ, შტამბი, ასე რომ ამ ვაზს უკვე შეუძლია ჩვეულებრივ გაზადოს რქას და იქონდეს ნეკიც, ამიტომ მივცეთ შესაბამისად კარგი რქა. თუ ამას მე ბევრ რქას გაუშვებ, ვაზი კი წელს მომცემს ნაყოფს, მაგრამ მომავალ წლისთვის დასუსტდება. რომ არ დასუსტდეს და ყოველ წელს ნაყოფი კარგი მომცეს, უნდა იყოს ორ რქაზე, ორი ნეკი, ორი რქა. ამაზე ზევით არ არის რეკომენდირებული. სწორი გასხვის შემთხვევაში ვაზიც ინარჩუნებს თავის შესაძლებლობებს, რომ მომავალ წელსაც იყოს და შეძლოს ვაზმა ყურძენი გამოიღოს. არასწორად გასხვის შემთხვევაში ვაზი უფრო მალე ფუჭდება და შესაბამისად ბერდება და ნაყოფსაც უცი ძლევა. ანუ შესაძლოა გახმეს კიდეც თუ არასწორად მოუარეთ.